სალიზინგო კომპანიების ასოციაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სალიზინგო სექტორის პორტფელმა 725 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად დაახლოებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც სალიზინგო კომპანიებში ამბობენ, კორპორატიული მიმართულებით სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიური სამშენებლო და ინფრასტრუქტურის სექტორის მხრიდანაა. ამასთან, როგორც ირკვევა, გასულ წელს კომპანიებმა ახალი ტიპის პროდუქტიც დანერგეს, როგორიცაა კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი, რაზეც მოთხოვნა მზარდია. მნიშვნელოვანი ზრდა რაც არის, ეს არის უძრავი ქონების ლიზინგის შემოსვლა ბაზარზე, რომელიც წინა წელს დაიწყო და მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პორტფელის ზრდაზეც. პრინციპში ძირითადად ეს ეხება კომერციული ტიპის უძრავ ქონებას, თუმცა ბაზრისთვის რეალურად ეს ახალი იყო და ძალიან საინტერესო პროდუქტი დაინერგა სექტორში. ასევე, რა თქმა უნდა, ტრადიციული სალიზინგო სექტორები, როგორც იყო სამშენებლო მიმართულება, სამედიცინო მიმართულება, წარმოება ისევ აგრძელებენ იმ ტენდენციით ზრდას, რომელიც ჰქონდათ და მნიშვნელოვანი აქ ცვლილება პრინციპში არ ყოფილა. კარგი ის გვაქვს, რომ თუ აქამდე ვთქვათ, კომპანიები ძირითადად სთავაზობდნენ მხოლოდ კორპორატიულ და მედიუმ სეგმენტს, ასე რომ ვთქვათ, რამდენიმე წელია უკვე ბაზარზე შემოვიდა ისეთი კომპანიები, რომლებიც მიკრო და SME სეგმენტს სთავაზობს ლიზინგს და ანუ ფაქტობრივად ყველა სეგმენტისთვის, ბიზნესისთვის და ყველა მეწარმესთვის არის ხელმისაწვდომი ეს პროდუქტი. ბოლო 2-3 წელია, რაც ნელ-ნელა ავითარებს, ესე ვთქვათ, პორტფელი ვითარდება და ძირითადი მიმართულებები, რომელიც აქტიურად სარგებლობს ლიზინგის პროდუქტით, ეს არის მშენებლობის სექტორი და დანარჩენი წარმოების სექტორი. ყველა ეს მიმართულება, სადაც ძირითად საშუალებებისადმი არის მაღალი მოთხოვნა. ბოლო პერიოდში ზრდის ტემპი ფიქსირდება 20%-ის ფარგლებში, არის ხოლმე კვარტლები, როდესაც 25%-საც აღწევს. ეს კარგი ნიშნულია, ასე შევაფასებდი. BB ლიზინგში ამბობენ, რომ მათ შემთხვევაშიც პორტფელში ყველაზე დიდი წილი სამშენებლო მიმართულებაზე მოდის, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელის სხვადასხვა გამოწვევების ფონზე აქტივობის მხრივ შედარებით ნელი ტემპით დაიწყო. თუმცა კომპანიაში მომდევნო თვეებში ბიზნესის მხრიდან გააქტიურების მოლოდინი აქვს, შესაბამისად, ელია, რომ პორტფელის ზრდის ტემპი დაჩქარდება. ჩვენი პორტფელის 70% არის ბიზნეს მიმართულება და 30% არის დაახლოებით საცალო. ამიტომ ბიზნესის აქტიურობაზე ვარ დამოკიდებული ჩვენ ზრდასთან მიმართებით. ძირითადად აი ესეთი პროპორციულობით, როგორც არის განაწილებული. ფაქტორები არის ის, რომ პირველი კვარტალი ზოგადად არის პასიური, ანუ ჩვენ ესე ვიგეგმებით, პირველი კვარტალი არის კონსერვატიული დაგეგმა, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები ძირითადად არ იწყება იანვარი, თებერვალი, მარტი. თუმცა 20-25-ში ერთ-ერთი გამოწვევა იყო, რომელსაც ალბათ ვერავინ ვერ გავთვლიდით, ეს ამინდი და ძალიან გაგრძელებული გაზაფხულის პროცესია, წვიმიანობა და შესაბამისად ბიზნესები ვერ იწყებენ სამუშაოებს, შესაბამისად არის ეს მოთხოვნა, ასე ვთქვათ, გამოკიდებული და ელოდებიან გარკვეულ, ასე ვთქვათ, ამინდის გამოსვლას, რომ შემდეგ აქტიურად დაიფინანსონ ის აქტივები და დაიწყონ სამუშაოები. წელს ჩვენ ველოდებით დაახლოებით 20%-იან ზრდას, 20-დან 25%-იან ზრდას. ჩვენ ამას დინამიკაში ვაკორექტირებთ ხოლმე და წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა დაახლოებით 30%-იანი ზრდა. რაც შეეხება გამოწვევებს, სალიზინგო კომპანიებში აცხადებენ, რომ სალიზინგო ბაზარი საქართველოში ჯერჯერობით მაინც განვითარების საწყის ეტაპზეა და ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს. სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბაზრის უფრო სწრაფად განვითარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებები. კერძოდ, ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დარგისთვის მოქმედი ქონების გადასახადის დაბეგვრის განსხვავებული წესია, რაც ლიზინგის მომხმარებელს ხარჯებს უზრდის და საბოლოოდ პროდუქტებს აძვირებს. დარგისთვის კიდევ ერთი გამოწვევა დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციებია. ჯამურად რომ შევაფასოთ საქართველოს ეკონომიკა, ძალიან დიდი ესე ვთქვათ დერეფანი არსებობს იმისთვის, რომ ზრდა 25%-ზე მეტი იყოს, 30-35-ით შეიძლება, ვინაიდან ქართული ეკონომიკა საჭიროებს დამატებით ძირითად საშუალებებს, დამატებით ტექნოლოგიებს. ძალიან ღირებული იქნება, თუ დამატებული ღირებულების გადასახადის ტვირთი შემსუბუქდება ლიზინგით დაფინანსებული აქტივების შემთხვევაში. ეს გამოიწვევს პირდაპირ მოტივაციებს მეწარმეებში, რომ უფრო მეტ ტექნოლოგიებზე გააკეთონ ფოკუსი და ანუ მეტი ძირითად საშუალებები შეიტანონ თავიანთ აქტივებში, რაც
შემდეგ ასე ვთქვათ, შედეგებს გამოიწვევს გადაიარაღებას, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ხარისხის უკეთესად მართვას. ქონების გადასახადის ცვლილება ეხება ვთქვათ ასე რომ ვთქვათ ადმინისტრების რეჟიმს, ანუ ლიზინგის მიმღებისთვის, უბრალოდ ლიზინგის გამცემისთვის სხვანაირი ტიპის ქონების გადასახადის დაანგარიშების პრინციპი არის საგადასახადო კოდექსში და ზოგადად მეწარმესთვის თავის ქონებაზე სხვანაირი. შესაბამისად, ანუ შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, უფრო მეტ წირს უქმნიდეს კონკრეტულ შემთხვევაში ლიზინგის გით მიღებული ქონების გადასახადი, ვიდრე თქვა თვითონ რო ქონოდა ის ქონების გადასახადი დაანგარიშების ნაწილში. ამიტომ გვინდა რომ მოვიდეს დაახლოებით ერთიანი სისტემაში და კლიენტისთვის და ლიზინგის მიმღებისთვის, ანუ ის საკუთარი მფლობელობა ის საკუთრება იქნებოდა თუ მფლობელობით ლიზინგის მიღება ერთნაირი ტვირთი იყოს. ამ ეტაპზე საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს დაახლოებით 700 მილიონიანი პორტფელიდან. უდიდესი წილი ბიზნეს ლიზინგზე მოდის. კრედიტ-ინფოს საქართველოს მონაცემებით მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სალიზინგო სექტორს დაახლოებით 22,000 აქტიური მსესხებელი ყავდა.